მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არისტოტელეზე. არისტოტელე ძველი წელთაღრიცხვის 384 წელს დაიბადა. ის იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ფილოსოფოსი, მოაზროვნე. თუ მხოლოდ ფილოსოფიურ გავლენას შევაფასებთ მის გვერდით, შეიძლება მხოლოდ პლატონი დავაყენოთ, ან და კიდევ რამდენიმე ფილოსოფოსი. არისტოტელეს შრომებმა განსაზღვრა ფილოსოფიის განვითარება გვიანი ანტიკური ხანიდან რენესანსამდე. დღესაც მის ნაშრომებს დიდი ინტერესით სწავლობენ, თანაც არა მხოლოდ ისტორიული, არამედ აქტუალური მიზნებით. არისტოტელე უაღრესად ნაყოფიერი მკვლევარი და მწერალი იყო. მან დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა, სავარაუდოდ 200-მდე ტრაქტატი, საიდანაც დღემდე მხოლოდ 31-მა მოაღწია. მისი შემორჩენილი ნაშრომები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს: ლოგიკას, მეტაფიზიკას, გონების ფილოსოფიას, ეთიკას, პოლიტიკურ თეორიას, ესთეტიკას, რიტორიკას. გარდა ამისა ის წერდა სფეროებზე, რომლებიც ძირითადად არაფილოსოფიურია, მაგალითად ემპირიულ ბიოლოგიაზე, სადაც ის აღწერს მცენარეებსა და ცხოველებს. ყველა ამ დარგში არისტოტელეს თეორიები ნათელს ფენდა საკითხებს. ანდა აწყდებოდა წინააღმდეგობებს, იწვევდა კამათს და ზოგადად მუდმივ ინტერესს აღძრავდა მკითხველში. არისტოტელეს ფილოსოფიის სრულყოფილად შეჯამება რთულია, რადგან ის ძალიან ფართო და დროში დაშორებულია. არისტოტელეს ტექსტებისა და თემების ინტერპრეტაციის ისტორია 2000 წელზე მეც მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში ფილოსოფოსები მრავალფეროვან რელიგიურ თუ საერო ტრადიციებში მუშაობდნენ, რის გამოც დღეს ინტერპრეტაციის ყველაზე ელემენტარული პუნქტებიც კი სადავოა. ჩვენ ვისაუბრებთ არისტოტელეს ცხოვრებასა და მის ცენტრალურ ფილოსოფიურ ვალდებულებებზე, ასევე ფილოსოფიის ყველაზე გამორჩეულ მეთოდებსა და გავლენიან მიღწევებზე. ხოლო მეორე საფეხურია ზოგადი თემები, რომლებიც თავაზობენ არისტოტელეს ფილოსოფიური საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დეტალურ შესავალს და ბოლოს არსებობს სპეციალური თემებიც, რომლებიც უფრო ვიწრო და ფოკუსირებულ საკითხებს იკვლევს. განსაკუთრებით მათ, რომლებიც ცენტრალურია თანამედროვე არისტოტელესეულ კვლევებში. არისტოტელეს ცხოვრება. ფილოსოფოსი როგორც თქვით, დაიბადა 384 წელს ძველი წელთაღრიცხვის საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მაკედონიის მხარეში, პატარა ქალაქ სტაგირაში. სწორედ აქედან მოდის მისი ზედწოდება სტაგირიელი, რომელსაც ხანდახან დღევანდელ კვლევებშიც შევხვდებით. დაახლოებით 17 წლის ასაკში იგი ათენში გააგზავნეს, რათა პლატონის აკადემიაში ესწავლა, რომელიც იმხნად ბერძნულ სამყაროში საუკეთესო ან და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იყო. ათენში ყოფნისას არისტოტელე აკადემიას პლატონის გარდაცვალებამდე 347 წლამდე ძველი წელთაღრიცხვის არ მოშორებია. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა ასოში, მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. იქ მან განაგრძო ფილოსოფიური საქმიანობა, რომელიც აკადემიაში დაიწყო, თუმცა დიდი ალბათობით კვლევების გაფართოება საზღვაო ბიოლოგიის მიმართულებითაც დაიწყო. იგი ასოში დაახლოებით 3 წელი დარჩა და როდესაც მისი მასპინძელი ჰერმიასი, რომელიც იყო არისტოტელეს მეგობარი და ყოფილი აკადემიკოსი, როცა ის გარდაიცვალა, არისტოტელე გადავიდა ახლომდებარე კუნძულ ლესბოსზე. იქ მან კიდევ 2 წელი განაგრძო ფილოსოფიური და ემპირიული კვლევები თეოფრასტესთან ერთად. თეოფრასტე წყაროების მიხედვით კუნძულ ლესბოსიდან იყო და მასაც პლატონის აკადემიასთან ჰქონდა კავშირი. ლესბოსზე ყოფნისას არისტოტელემ ცოლად შეირთო ჰერმიასის დისწული პითია, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, ასევე პითია. 353 წელს ძველი წელთაღრიცხვის მაკედონიის მეფე ფილიპეს თხოვნით არისტოტელე ლესბოსიდან მაკედონიის დედაქალაქ პელაში გაემგზავრა. არისტოტელეს მეფის 13 წლის ვაჟის ალექსანდრეს აღზრდა დაევარდა ბიჭისა, რომელიც შემდგომში ალექსანდრე მაკედონელის სახელით ვიცით. მართალია, ისტორიკოსებისთვის არისტოტელეს გავლენაზე ალექსანდრეს ჩამოყალიბების პროცესში საუბარი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ სინამდვილეში მათ ურთიერთობაზე ცოტა რამაა ცნობილი. სწავლება მხოლოდ 2-3 წელს გაგრძელდა, როდესაც ალექსანდრე 13-დან 15 წლის იყო. 15 წლის ასაკში ალექსანდრე უკვე მამამისის მოადგილედ მსახურობდა სამხედრო მეთაურად.
რაც ეჭვაში აყვანებს იმ ისტორიკოსების მოსაზრებას, რომლებიც სწავლების უფრო ხანგრძლივ პერიოდზე საუბრობენ. თუმცა, ზოგიერთი მაინც მიიჩნევს, რომ არისტოტელესა და ალექსანდრეს ურთიერთობა 8 წლამდე გრძელდებოდა. ამ ვარაუდის სრულად უარყოფა ძნელია, რადგან არისტოტელეს ცხოვრების წლების პერიოდზე ძალიან ცოტა ვიცით. განსაკუთრებით 341-355 წლებში. როგორც ჩანს, იგი კიდევ 5 წელი დარჩა სტაგირაში, ან მაკედონიაში, სანამ 325 წელს ათენში მეორედ და საბოლოოდ არ დაბრუნდა. ათენში არისტოტელემ საკუთარი სკოლა დაარსა, მერტ აპოლონ ლიკეოსის მიმართ მიზნულ საჯარო ვარჯიშის ადგილად. აქედან მოდის სახელწოდება ლიცეუმი. არისტოტელეს სკოლის მიმდევრებს მოგვიანებით პერიპატეტიკოსები უწოდეს, სავარაუდოდ იმ სასეირნო ბილიკის, რომელსაც პერიპატოს ერქვა, ამ ბილიკის გამო, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე სავარჯიშო მოედნის გვერდით მდებარეობდა. ლიცეუმის წევრები იკვლევდნენ საგნების ფართო სპექტრს, საგნებს, რომლებიც თავად არისტოტელესაც საინტერესებდა, ბოტანიკას, ბიოლოგიას, ლოგიკას, მუსიკას, მათემატიკას, ასტრონომიას, მედიცინას, კოსმოლოგიას, ფიზიკას, ფილოსოფიის ისტორიას, მეტაფიზიკას, ფსიქოლოგიას, ეთიკას, თეოლოგიას, რიტორიკას, პოლიტიკურ ისტორიას, მართლობასა და პოლიტიკურ თეორიას, ასევე ხელოვნებას. ყველა ამ სფეროზე ლიცეუმში თავს იკრიდა ხელნაწერები და ზოგიერთი ანტიკური წყაროს მიხედვით ამ ხელნაწერებით შეიქმნა ანტიკური ხანის პირველი დიდი ბიბლიოთეკა. ამ პერიოდში არისტოტელეს ცოლი ბითია გარდაიცვალა, მან ახალი ურთიერთობა წამოიწყო ერბილისთან, რომელიც შესაძლოა ასევე სტაგირელი იყო, თუმცა მისი წარმომავლობა და არისტოტელესთან ზუსტი კავშირი საკამათოა. ზოგი ვარაუდობს, რომ ის უბრალოდ მისი მონა იყო. სხვაები კი არისტოტელეს ანდერძის დებულებებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ ის გათავისუფლებული ქალი იყო და გარდაცვალების დროს სავარაუდოდ არისტოტელეს ცოლი. მათ შვილები ჰყავდათ, მათ შორის ვაჟი ნიკომაქე, ნიკომაქოსი, სახელი, რომელიც არისტოტელეს მამის პატივსაცემად დაარქვეს და რომლის სახელსაც სავარაუდოდ ნიკომაქეს ეთიკა ატარებს. ათენში 13 წლის გატარების შემდეგ 323 წელს არისტოტელემ კვლავ იპოვა ქალაქიდან წასვლის მიზეზი. დიდი ალბათობით ეს ათენში ანტიმაკედონური განწყობების გაძლიერებამ გამოიწვია. იმავე წელს ბაბილონში ალექსანდრეს ავადმყოფობით გარდაცვალების შემდეგ ეს განწყობები ღიად გამოვლინდა. მაკედონიასთან კავშირების გამო არისტოტელემ სამართლიანად იეჭვა საფრთხე და ათენი დატოვა. როგორც ერთი გავრცელებული ანტიკური თქმულება მოგვითხრობს, მან განაცხადა, რომ არ მიცემდა ათენს უფლებას მეორედ შეეცოდა ფილოსოფიის წინააღმდეგ. და პირველ ცოდვად მიიჩნევდნენ სოკრატეს სიკვდილით დასჯას. არისტოტელე გაემგზავრა ქალკიდისში, ატიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ევბეაზე, სადაც მომდევნო წელს 322 წელიწადში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. არისტოტელესეული კორპუსი, ხასიათი და ძირითადი დაყოფა. არისტოტელეს ნაწერები ახალ ბედა მკითხველისათვის საკმაოდ რთული, ასაქმელია. უპირველეს ყოვლისა, ის აქტიურად იყენებს აუხსნელ ტექნიკურ ტერმინოლოგიას, ხოლო მისი წინადადებების სტრუქტურა ზოგჯერ დამაბნეველია. გარდა ამისა, ხანდახან მისი სახელით შემორჩენილი თავი ან თუნდაც სრული ტრაქტატი ქაოტურად გამოიყურება და რამდენიმე შემთხვევაში მეცნიერები კამათობენ აპირებდა თუ არა არისტოტელე თავის ნაშრომების ამ ფორმით გამოქვეყნებას. თუ ის მოგვიანებით რომელიმე რედაქტორმა ააწყო იმ პრინციპებით, რაც თავად მიიჩნია შესაძლებელად. და ეს ხსნის ბევრი მკითხველის იმედგაცრუებას, როდესაც პლატონის დიალოგების დახვეწილი და მუსიკალური პროზის შემდეგ არისტოტელეს კითხვას იწყებენ. არისტოტელეს პროზას ამ მხრივ სჭირდება მიჩვევა. მით უფრო გაუგებარია ციცერონის დაკვირვება, რომ თუ პლატონის პროზა ვერცხლისა იყო, არისტოტელესი ოქროს მდინარეს ჰგავდა. ციცერონი მაშინ სავარაუდოდ ლათინური პროზის უდიდესი სტილისტი, ეჭვარეშია, რომ სხვისი სტილის კრიტიკას თავს კარგად გაართმევდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ციცერონს არისტოტელეს ის ნაშრომები ჰქონდა, რომლებიც ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ვიცით, რომ არისტოტელე წერდა დიალოგებს,
სავარაუდოდ ჯერ კიდევ აკადემიაში ყოფნისას და მათში შემორჩენილი ფრაგმენტები იმ სტილის ანარეკლია, რაზეც ციცერონი საუბრობს. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ნაშრომების უმეტესობა გაცილებით ნაკლებადაა დამუშავებული, ისინი უფრო იმას აგავს, რაც სინამდვილეშია. ლექციების კონსპექტებს, ჩანაწერებს მიმდინარე კვლევებზე და ზოგადად შიდა მოხმარების გამიზნულ ტექსტებს და არა ფართო აუდიტორიისთვის. ეს ნაშრომები განსხვავდება არისტოტელესური ეგზოთერული, ანუ გარე აუდიტორიისათვის განკუთვნილი ნაწერებისაგან, რომლებსაც არისტოტელე ზოგჯერ იხსენიებს. სამწუხაროდ უმეტესწილად დაუმთავრებელ სამუშაო ვერსიებთან გვაქვს საქმე და კითხვის ნაწილი აფასებს ფილოსოფიის სტილის უპრეტენზიო პირდაპირობას, ნაწილს კი ეს უბრალოდ არ მოსწონს. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არისტოტელეს ტრაქტატების დაუმუშავებელი მდგომარეობა ხელს არ უშლის მათი ფილოსოფიური შინაარსის გააზრებას. არისტოტელეს 31 შემორჩენილ ნაშრომში შუა საუკუნეების ხელნაწერების კორპუს არისტოტელიკუმ, ამით ეს ცნობილი, რომელიც ყველაზე ავთენტურად მიიჩნევა. ამ ხელნაწერების კრებულში მკაფიოდ იკითხება არისტოტელესეული დოქტრინა. ნაშრომების ძირითადი შინაარსი ნათელია. მაშინაც კი, როდესაც დეტალები და ნიუანსები კვლევის საგანია. ეს ნაშრომები შეიძლება დაჯგუფდეს არისტოტელეს მიერვე წახალისებული ინტუიციური საორგანიზაციო პრინციპებით. მან სწავლის დარგებს მეცნიერებები, ეპისტემაი უწოდა. ეს უფრო მეცნიერული ცოდნის სისტემურ ერთობლიობას ნიშნავს, ვიდრე ვთქვათ ემპირიული კვლევების ჩანაწერებს. და არისტოტელეს ტერმინოლოგიით საბუნებისმეტყველო მეცნიერება, მაგალითად ფიზიკა, მხოლოდ ერთი ნაწილია თეორიული მეცნიერებისა, რომელიც როგორც ემპირიულ, ისე არაემპირიულ კვლევებს მოიცავს. ის თეორიულ მეცნიერებას მიჯნავს პრაქტიკული დანიშნულების დარგებისაგან, ზოგი მათგანი ადამიანურ ქცევას ეხება, ზოგიც ხელოვნებასა და წარმოებას. შესაბამისად, არისტოტელესეული მეცნიერებები სამ ნაწილად იყოფიან: თეორიული, პრაქტიკული და პროდუქტიული. დაყოფის პრინციპები მარტივია. თეორიული მეცნიერება ცოდნას თავად ცოდნისთვის ეძიებს, პრაქტიკული მეცნიერება ეხება ქცევასა და მოქმედებაში სიკეთეს, როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ხოლო პროდუქტიული მეცნიერება ლამაზი ან სასარგებლო ნივთების შექმნას ისახავს მიზნად. თეორიული მეცნიერებები მოიცავს იმას, რასაც არისტოტელე პირველ ფილოსოფიას უწოდებს, და ეს მას მეტაფიზიკას ვეძახით, ასევე მათემატიკასა და ფიზიკას, ანუ ბუნების ფილოსოფიას. ფიზიკა სწავლობს ბუნებრივ სამყაროს მთლიანობაში. არისტოტელეს ხელში იგი უფრო ბუნების შესახებ კონცეპტუალურ თავსატეხებზეა ფოკუსირებული და არა მხოლოდ ემპირიულ კვლევებზე. თუმცა, ის ასევე მოიცავს მიზეზობრივი განმარტებების თეორიას. ბოლოს კი უძრავი მომძრაობის მტკიცებულებას, რომელიც ყველაფრის პირველ და უკანასკნელ მიზეზად მიიჩნევა. არისტოტელესთვის საინტერესო ბევრი თავსატეხი დღემდე იზიდავს ფილოსოფოსებს, მათემატიკოსებსა და თეორიული მიმართულების მეცნიერებს. მათ შორისაა ზენონის მოძრაობის პარადოქსები, დროის ბუნება, ადგილის ცნება და უსასრულობის ცნების სირთულეები. ბუნების ფილოსოფია მოიცავს ბიოლოგიას, ბოტანიკასა და ასტრონომიულ თეორიას. თანამედროვე კრიტიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ არისტოტელე ფსიქოლოგიას ბუნების ფილოსოფიის ქვედაყრდნობად განიხილავს, რადგან სულს, ძველ ბერძნულად ფსიუხეს, იგი სიცოცხლის ძირითად პრინციპად მიიჩნევს, რაც ყველა ცხოველსა და მცენარეს მოიცავს. თუმცა, ამის მტკიცებულება არც ისე ცალსახაა. აღსანიშნავია, რომ არისტოტელეს კვლევის ადრეულ პერიოდში ეს საკითხი საკამათო იყო. მაგალითად, რენესანსის ეპოქაში რამდენიმე ათეული წელი მიმდინარეობდა კამათი იმის შესახებ, თუ სად იყო ფსიქოლოგიის ადგილი არისტოტელეს მეცნიერებათა კლასიფიკაციაში. პრაქტიკული მეცნიერებები ნაკლებად სადავოა, ყოველ შემთხვევაში თავის სფეროს მხრივ, ისინი ეხება ქცევასა და მოქმედებას როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ სფეროში. და პრაქტიკული მეცნიერება უპირისპირდება თეორიულს, რომელიც ცოდნას თავად ცოდნისთვის ეძიებს და პროდუქტიულს, რომელიც მეცნიერების გარეთ მყოფი პროდუქტების შექმნას ეხება. ამ ჯგუფში შედის პოლიტიკა და ეთიკა. პროდუქტიული მეცნიერებები ძირითადად ხელობებია, რომლებიც მიზნად ისახავენ არტეფაქტების ან უფრო ფართო გაგებით ადამიანური შემოქმედების ნიმუშების წარმოებას. მათ შორისაა გემთმშენებლობა, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ასევე მუსიკა, თეატრი და ცეკვა. პროდუქტიული მეცნიერებების კიდევ ერთი ფორმა რიტორიკა, რომელიც შეისწავლის სასამართლო თუ დამარწმუნებელ გარემოში გამოსვლების პრინციპებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრებებზე. აღსანიშნავია, რომ არისტოტელეს მეცნიერებათა სამმაგი დაყოფა ლოგიკას არ ახსენებს. მართალია, მას არ გამოუყენებია სიტყვა ლოგიკა ჩვენეული გაგებით, მაგრამ სწორედ არისტოტელემ შექმნა ლოგიკისა და სწორი დასკვნების პირველი ფორმალიზებული სისტემა. ფილოსოფოსის
ჩარჩოში ლოგიკა არც ერთ კონკრეტულ მეცნიერებას არ მიეკუთვნება, ის ყველა სახის კვლევისათვის გამოსადეგი სწორი მსჯელობის პრინციპებს აყალიბებს და სისტემაში ის მოაქცევს დასაშვები დასკვნების პრინციპებს, ის ასევე გვეხმარება აბსტრაქტულ დონეზე დავინახოთ მცდარი მსჯელობის მასიური ნიმუშები, რათა თავიდან ავირიდოთ ისინი. ლოგიკის სფეროში ჩატარებული ტექნიკური მუშაობის პარალელურად არისტოტელე იკვლევს არაფორმალური არგუმენტაციის სტილებსაც. არისტოტელეს ლოგიკური კვლევები იმ შრომების ნაწილია, რომლებიც შუა საუკუნეებიდან ჩვენამდე მოვიდა სახელწოდებით ორგანონი, რომელიც ძველბერძნულად ნიშნავს იარაღს. მართალია თავად არისტოტელეს ან ორგანონი ლოგიკისა და არგუმენტაციის გარდა მოიცავს კატეგორიების თეორიას, წინადადებათა და ტერმინთა მოძღვრებას, მეცნიერული თეორიის სტრუქტურასა და ეპისტემოლოგიის ზოგიერთ პრინციპს. არისტოტელეს უმნიშვნელოვანესი ავთენტური ნაშრომების ამ სქემაში განთავსებით ვიღებთ მისი ძირითადი შრომების ასეთ დაყოფას. ორგანონი, კატეგორიები, ინტერპრეტაციის შესახებ, პირველი ანალიტიკა, მეორე ანალიტიკა, თემები, სოფისტური უარყოფები. თეორიული მეცნიერებები, ფიზიკა, წარმოშობისა და განადგურების შესახებ, ცის შესახებ, მეტაფიზიკა, სულის შესახებ, მცირე საბუნების მეტყველო ტრაქტატები, ცხოველთა ისტორია, ცხოველთა ნაწილების შესახებ, ცხოველთა მოძრაობის შესახებ, მეტეოროლოგია, ცხოველთა გადაადგილების შესახებ, ცხოველთა წარმოშობის შესახებ. პრაქტიკული მეცნიერებები. ნიკომაქეს ეთიკა, ევდემოსის ეთიკა, დიდი ეთიკა და პოლიტიკა. პროდუქტიული მეცნიერება, რიტორიკა და პოეტიკა. ფენომენები და ენდოქსური მეთოდი. არისტოტელეს ფილოსოფიური მიდგომა საუკეთესოდ კონტრასტის საშუალებით შეიცნობა დეკარტეს ცდილობდა ფილოსოფიისა და მეცნიერების მყარი საფუძვლის პოვნას და ყოველი ცოდნა ეჭვის ქვეშ უნდა დაეყენებინა. არისტოტელე კი იწყებს ერთმანეთს, რომ ჩვენი აღქმითი და შემეცნებითი უნარები პრინციპულად სანდოა. ფილოსოფოსის აზრით ეს უნარები უმეტესწილად უშუალოდ უკავშირდება ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს ნაწილებს და მახასიათებლებს. ამიტომ სანამ სერიოზულ ფილოსოფიას შევეჭიდებოდეთ, არ არის საჭირო სკეპტიკურ პოზებში დროის გარგვა. არისტოტელეს კვლევის ყველა სფეროში ისე მოქმედებს, როგორც თანამედროვე საბუნების მეტყველო მეცნიერი. ის მიიჩნევს, რომ პროგრესი კარგად გაწვრთნილი გონების მონდომებულ მუშას მოაქვს. როდესაც ეს გონება პრობლემის წინაშე დგება, ის უბრალოდ იწყებს მუშაობას. არისტოტელე მსჯელობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სამყარო. ის ფიქრობს იმ თავსატეხებზე, რომლებსაც ეს ხილვები, ფენომენები, ან ფენომენა, ბერძნულად, წარმოშობენ და მიმოიხილავს თუ რა უთქვამთ ამ თავსატეხებზე სხვებს. ეს ორი მეთოდი არისტოტელესთვის ფენომენი არის ყველაფერი ის, რაც ჩვენს გამოცდილებაშია, რასაც ვხედავთ, რასაც გრძნობს და რასაც ბუნება გვაჩვენებს. და ენდოქსა, ეს არის არისტოტელეს ყველაზე საინტერესო ერთგვარი ინსტრუმენტი. ენდოქსა არის ავტორიტეტული საყოველთაოდ მიღებული ან ბრძენთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ეს მეთოდები არისტოტელეს ფილოსოფიური მოტივაციის სხვადასხვა მხარეს გამოხატავს. ადამიანმა ფილოსოფიური კვლევა დაიწყოს როგორც ახლა აკეთებენ გაოცების გამო. ამბობს არისტოტელე. თავდაპირველად უკვირდათ ის უშნაური რამ, რაც პირდაპირ თვალწინ ჰქონდათ, შემდეგ კი ნელ-ნელა უფრო დიდი საკითხების შესახებ დაიწყეს გაოცება. არისტოტელეს მიხედვით ადამიანები ფილოსოფოსობენ, რადგან საკუთარ გამოცდილებაში მათთვის გაუგებარ ასპექტებს პოულობენ. სამყაროსა და მასში ჩვენი ადგილის შესახებ ფიქრისას წარმოშობილი თავსატეხები არისტოტელეს ტერმინოლოგიით აპორიები, აპორიაი, ძველბერძნულად, როგორც გამოწვევები ფილოსოფიისკენ გვიბიძგებს. არისტოტელეს აზრით, ფილოსოფია უნდა დაავიწყოთ ფენომენების, ანუ იმის, რაც ხილულია და რაც არსებულად გვესახება, ამის შესწავლით, გაშლით, შემდეგ კი უნდა შევაგროვოთ ენდოქსა, ანუ სანდო მოსაზრებები, რომლებიც ჩვენთვის გამებნევალ საკითხებზე მოგვეპოვება. მაგალითად, ნიკომაქეს ეთიკაში არისტოტელე განიხილავს ადამიანური ქცევის ერთ თავსატეხს, იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ გავლენთ აკრატიას, ანუ ნების ყოფის სიმცირეს. ამ თავსატეხის განხილვისას არისტოტელე ჩერდება და ასახელებს პრინციპს, რომელიც მისი მეთოდის საფუძველია. სხვა შემთხვევების მსგავსად ჩვენ უნდა დავალაგოთ ხილვები, ფენომენა და მივყვეთ მათთან დაკავშირებულ ყველა თავსატეხს, ამბობს ის. ამ გზით უნდა დავამტკიცოთ სანდო მოსაზრებები, ენდოქსა, როგორც თქვით, ასეთი გამოცდილებების შესახებ.
განაგრძობს. იდეალურ შემთხვევაში ყველა სანდო მოსაზრება, ხოლო თუ არა ყველა, მაშინ მათი უმეტესობა, ან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ წინააღმდეგობებს გავცემთ პასუხს და სანდო მოსაზრებები უცვლელი დარჩება, მაშინ ადეკვატურ მტკიცებულებას მივიღებთ. მეცნიერები კამათობენ იმის შესახებ, რომ რამდენად აქვთ საარისტოტელეზე გავლენა ამ სანდო მოსაზრებებს, რადგან ენდოქსა ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მათი სრულად პატივისცემა ყოველთვის რთულია. შესაბამისად, მოსაზრებები უნდა გადაამუშავოთ და სისტემაში მოვაქციოთ, ხოლო თუ ეს საკმარისი არ არის, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ უნდა უარყოთ. არისტოტელე ასევე მზადაა მიატოვოს ენდოქსა და ფენომენები თუ მეცნიერება ან ფილოსოფია ამას მოითხოვს. თუმცა, ფენომენების მიმართ არისტოტელეს ნდობა განსაკუთრებულია შედარებით ენდოქსასთან. არა იმიტომ, რომ ხილვები უშეცდომოა, არამედ იმიტომ, რომ ისინი ჭეშმარიტებას ასახავენ. ჩვენი გზნობები და გონება ისეა მოწყობილი, რომ გვეხმარება სამყაროს შესაძლებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უნარები არ არიან უცოდველი და ისინი არც სისტემურად გვატყუებენ. ლოგიკა, მეცნიერება და დიალექტიკა. არისტოტელეს დამოკიდებულება ენდოქსას, ანუ საყოველთაო მოსაზრებების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალექტიკაში, რომელსაც ის არასამეცნიერო მსჯელობის ფორმად მიიჩნევს. დიალექტიკა ისევე როგორც მეცნიერება, ეპისტემა ლოგიკურ დასკვნებს იყენებს, თუმცა მეცნიერება გაცილებით უფრო მკაცრ წინაპირობებს მოითხოვს. ლოგიკა. არისტოტელეს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მსჯელობის პრინციპების სისტემური დამუშავებაა. მან შექმნა პირველი ლოგიკა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლოგიკის მრავალი ფორმა არსებობს და არისტოტელეს მიერ შემუშავებული სილოგიზმების თეორია ისტორიულად გადამწყვეტია. კანტიც აღიარებდა, რომ არისტოტელეს შემდეგ ლოგიკას ნაბიჯი წინ არ გადაუდრამს, თუმცა არც უკან დაუხევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დისციპლინა სრულყოფილი ჩანდა. არისტოტელეს ლოგიკაში მსჯელობა დაფუძნებულია მოცულობით მიმართებებზე, შემცველობა და გამორიცხვა, რაც მოგვიანებით ვენის დიაგრამებით აისახა. მისი აზრით, დედუქცია არის ისეთი არგუმენტი, სადაც გარკვეული დებულებების დაშვებისას რაღაც ახალი აუცილებლობით გამომდინარეობს. ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა ასეთი, რომ ყველა A არის B, ყველა B არის C და მას შესაბამისად ყველა A არის C. ან ცნობილი მაგალითი, რომ სოკრატე ადამიანია, ყველა ადამიანი მოკვდავია და რომ სოკრატეს მას შესაბამისად მოკვდავია. არისტოტელე ამტკიცებს, რომ ყველა დედუქცია შეიძლება დაიყვანოს ასეთ სრულყოფილ დედუქციებამდე. ამისთვის ის იყენებს მეტა თეორემებს, რომლებიც არგუმენტის ვალიდურობას განსაზღვრავენ. მეცნიერება. არისტოტელესთვის ლოგიკა ინსტრუმენტია, მეცნიერება მხოლოდ ვალიდურ სილოგიზმს არ მოითხოვს, არამედ ისეთ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელი და ბუნებითად უფრო ინტელიგიბელურია. მეცნიერება არა მხოლოდ ფაქტებს განსაზღვრავს, არამედ ხსნის მათ მიზეზებს. ის რთულად გასაგებ მოვლენას ხსნის იმით, რაც ფუნდამენტურია. არისტოტელე დგება ეპისტემოლოგიური პრობლემის წინაშე. თუმცა, ცოდნა მტკიცებულებებზე, დემონსტრაციაზე არის დაფუძნებული, მაშინ სად წყდება ეს ჯაჭვი? ფილოსოფოსმა უარყო როგორც უსასრულო რეგრესი, ისე წრიული მტკიცებულება. არისტოტელეს აზრით არსებობს პირველადი პრინციპები, რომლებიც დაუმტკიცებელია, მაგრამ ინტელექტუალურად ხელმისაწვდომი. ვთქვათ, გონით ხელმისაწვდომი. არისტოტელეს გონებას ასევე ბერძნულად გნუს. ეს არის ინტუიციური ცდომა ჭეშმარიტებაზე, რომელიც სენსორული გამოცდილებიდან იწყება. დიალექტიკის შესახებ. არისტოტელე აღიარებს, რომ მისი ნაშრომების დიდი ნაწილი არ აკმაყოფილებს მეცნიერული დემონსტრაციის მკაცრ მოთხოვნებს. ამიტომ არსებობს დიალექტიკა, მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ენდოქსას, ანუ საყოველთაო აზრების საფუძველზე, ვიმსჯელოთ და წინააღმდეგობებში არ დავიკარგოთ. დიალექტიკა სასარგებლოა, რათა მომზადებულნი ვიყოთ ნებისმიერი საკითხის განსაჯელად, ასევე იმისთვის, რომ სხვების შეხედულებები მათივე საწყისი წერტილიდან გამომდინარე შევაფასოთ და იმისთვისაც, რომ პრობლემის ორივე მხარე განვიხილოთ და მივიდეთ პირველ პრინციპებამდე. სწორედ დიალექტიკაა ინსტრუმენტი, რომელიც ფილოსოფიური აღმოჩნების პროცესში გვეხმარება გავარჩიოთ სანდო მოსაზრებები და მიუახლოვდეთ ცოდნის ფუნდამენტს. ეს ტექსტი არისტოტელეს მეტაფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ფუნდამენტური ნაწილია. ის ეხება ესენციალიზმის, ჰომონიმიისა და კატეგორიათა თეორიას.
ესენციალიზმი და ჰომონიმია არისტოტელესთან. იმის მიუხედავად, როგორ მივახცევთ ფილოსოფიასა და მეცნიერებაში მყარ პრინციპებს, იქნება ეს აუცილებელი ჭეშმარიტების რაციონალური წვდომა თუ შერჩეულ ენდოქსებზე დაფუძნებული დიალექტიკური კვლევა, არისტოტელეს აზრით ჩვენ შეგვიძლია რეალობის აუცილებელი მახასიათებლების აღმოჩენა და შეცნობა. ეს მახასიათებლები, რაც მეცნიერებაში, ეპისტემაში, არსის განსაზღვრელ დეფინიციებში აისახება. არისტოტელეს ესენციალიზმი არსის აღსანიშნავად ის რამდენიმე ტერმინს იყენებს. რა არის ეს? ასევე მას შემოაქვს ყოფნის ტერმინი, არსისა და ყოფნის ერთდროულად, რასაც ბეზულად ქვია უსია. ასევე ის იყენებს ასეთ გამოთქვას ზუსტად ის, რაც რამეა და ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გამოთქვა რა იყო ეს ყოფნა. ეს უკანასკნელი მისი საყვარელი ტექნიკური ტერმინია. და არის შემოკლებული ფორმა ფრაზისა ის, რაც რაღაც ვთქვათ, n სახეობის წარმომადგენლისათვის n სახეობად ყოფნას ნიშნავდა. როდესაც გსურთ გავიგოთ რა არის ადამიანი, არისტოტელე ამბობს, რომ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ გარდამავალი ან არაპრინციპული ნიშნებით. პირიქით, ჩვენ უნდა მოვზევნოთ ის ნიშანი f, ვთქვათ, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და რომელიც ხსნის ადამიანის სხვა თვისებებს. მნიშვნელოვანია, რომ ესენციალიზმის არისტოტელესეული მიდგომა განსხვავდება თანამედროვე მოდალური მიდგომებისაგან, რადგან ამ უკანასკნელში თანამედროვე მოდალურ მიდგომებში ხშირად ობიექტის არსებობა განისაზღვრება იმით, კარგავს თუ არა ობიექტი ისეთ თვისებას, რომელიც ობიექტის არსებობას წყვეტს. არისტოტელეს ეს მიდგომა მიაჩნია არასაკმარისად, რადგან როგორც ის მსჯელობს, არსებობს პროპრიები, ანუ თვისებები, რომლებიც არ არიან არსებითი, მაგრამ აუცილებლად გამომდინარეობს არსიდან. აი მაგალითად, თუ ადამიანისთვის რაციონალობა არსია, მაშინ გრამატიკის ცოდნის უნარი მისგან გამომდინარე თვისებაა. რაციონალობა უფრო ფუნდამენტურია, ამიტომ მას უკეთესი პრეტენზია აქვს იყოს არსი, ვიდრე გრამატიკის უნარს. არისტოტელესთვის არსი არის ის, რაც აუცილებელია ობიექტის არსებობისთვის და ის, რაც ობიექტის ფუნდამენტური და გამსაზღვრელი მახასიათებელია. არისტოტელე ასევე განასხვავებს სინონიმიასა და ჰომონიმიას. ვთქვათ, სინონიმის მაგალითია a და b არის f იმავე მნიშვნელობით. მაგალითად, სოკრატე და პლატონი ორივე ადამიანია, მათ ერთი არსი აქვთ და ჰომონიმია. ვთქვათ, a და b არის f, მაგრამ f-ის განმარტებები არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, თვალი როგორც ხედველობის ორგანო და თვალი როგორც ვთქვათ, ძვირფასი ქვა, მინერალი, რომელიც სამკაულშია ჩასმული. არისტოტელე პლატონს სწორედ აქ უპირისპირდება და ამბობს, რომ სიკეთე არ არის ერთიანი უნივერსალური არსი და ის სხვადასხვა რამისთვის სხვადასხვაა. მაგრამ არისტოტელე არ ვარდება, ვთქვათ, ოჯახური მსგავსებების ვიტგენშტაინისეულ ქაოსში. ის გვთავაზობს სხვა გზას, ანუ ბირთვზე დამოკიდებულ ჰომონიმიას. მაგალითად, სიტყვა ჯანმრთელი, ვთქვათ, სოკრატე ჯანმრთელია, ჯანმრთელობის ფუნდამენტური აზრი, ვარჯიში ჯანმრთელია, რომ ხელს უწყობს ჯანმრთელობას. ფერისჭამელა ჯანმრთელია, ანუ ჯანმრთელობის ნიშანია. ეს სამი გამოყენება განსხვავებულია, მაგრამ მეორე და მესამე პირველზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჯანმრთელობა არ არის შემთხვევითი სიტყვათა თამაში, არამედ ბირთვზე დამოკიდებული მრავალმნიშვნელობა. ბირთვი იყო სოკრატე ჯანმრთელია, ეს მოწმობა. კატეგორიათა თეორია. არისტოტელეს ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საყრდენია მისი კატეგორიათა თეორია. კატეგორიებში ის აცხადებს, რომ არაკომბინირებული საგნები შეიძლება დაიყოს 10 ძირითად ჯგუფად. ესენია სუბსტანცია, თვისება, რაოდენობა, მიმართება, ადგილი, დრო, მდგომარეობა, ქონება, ქმედება და განცდა. არისტოტელე არ იძლევა ამ კატეგორიების გამოყენის მკაცრ წესს, რის გამოც მოგვიანებით კანტმა ის გააკრიტიკა შემთხვევითი შერჩევისათვის.
თუმცა არისტოტელე ამ თეორიას იყენებს როგორც ინსტრუმენტს თავის სხვა კვლევებში. მაგალითად, როდესაც სვამს კითხვას არსებობს თუ არა დრო, ის პასუხობს დიახ, როგორც რაოდენობა. დრო არსებობს, მაგრამ ის დამოკიდებულია ცვლილებაზე, ისევე როგორც სიგრძე დამოკიდებულია ხაზზე. ეს თეორია ემსახურება ფუნდამენტურ მიზანს, სუბსტანცია უსია, არის ოფიერების ბირთვი და ყველა სხვა კატეგორია თვისება დრო ადგილი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს სუბსტანცია. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი ყოფნის მეცნიერება, პირველი ფილოსოფია და ჩვენ შეგვიძლია ვიკვლიოთ ყველა სხვა კატეგორია მათი სუბსტანციასთან დამოკიდებულების კუთხით. არისტოტელეს 4 მიზეზი და განმარტების ადეკვატურობა. არისტოტელეს ფილოსოფიისთვის ცენტრალურია მისი 4 მიზეზის თეორია. მისი გავლენის გათვალისწინებით ეს დოქტრინა უდავოდ არისტოტელეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური წვლილია. არისტოტელე მოელის, რომ განმარტებები, რომლებსაც ის მეცნიერებასა და ფილოსოფიაში ეძებს, ადეკვატურობის გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ფილოსოფოსი საგანებოდ აყალიბებს თავის კრიტერიუმებს და ამის შემდეგ ხშირად აკრიტიკებს წინამორბედ მოაზროვნეებს იმის გამო, რომ მათი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს. თავის სქემას იგი ფიზიკის მეორე წიგნში ასე გადმოგვცემს. მიზეზად ითვლება ერთი მხრივ ის, რისგანაც რამე იქმნება და რაც ამ პროცესში რჩება, მაგალითად ბრინჯაო, ქანდაკებისთვის ვერცხლი, თასისათვის ან ის გვარი, რომლის სახეობებიც არის ბრინჯაო და ვერცხლი. მეორე მხრივ მიზეზია ფორმა, სახე, რაც გულისხმობს არსისა და მისი გვარის გამსაზღვრელ ლოგოსს. მაგალითად, ოქტავის მიზეზი 2 ერთთან შეფარდება, უფრო ზოგადად რიცხვი ისევე როგორც ლოგოსში მითითებული ნაწილები. შემქმნელი არის მიზეზი იმისა, რაც იქმნება, ხოლო ცვლილების გამომწვევი არის იმის მიზეზი, რაც იცვლება. და ბოლოს მიზეზია მიზანი, ბერძნულად telos. ეს არის ის, რისთვისაც საერთოდ რამე კეთდება და მაგალითად ჯანმრთელობა არის სიარულის მიზეზი, ასე და კითხვაზე რატომ დადის ჩვენ პასუხობთ ჯანმრთელობისთვის, ამ პასუხით ჩვენ ვთვლით, რომ მიზეზი მიუთითებთ. თუმცა არისტოტელეს ყოველი მაგალითი ყოველთვის ნათელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ განმარტებების მიმართ მისი მიდგომა საკმაოდ გასაგებია. არისტოტელეს დამოკიდებულება განმარტებების მიმართ საუკეთესოდ აიხსნება იმ მარტივი მაგალითით, რომელსაც ის ფიზიკის მეორე წიგნის მესამე თავში გვთავაზობს. ბრინჯაოს ქანდაკება განმარტების სხვადასხვა განზომილებას იძლევა, თუ ქანდაკების წინაშე აღმოჩნდებით და თავიდან არ ვიცოდით რა იყო ის, არისტოტელეს აზრით სპონტანურად დაუსვამდით კითხვებს. რა არის ეს? რისგან არის დამზადებული, ვინ შექმნა და რისთვის არის განკუთვნილი. არისტოტელეს ტერმინოლოგიით ამ კითხვებით ჩვენ ქანდაკების 4 მიზეზის ცოდნას ვეძებთ. ფორმალურის, მატერიალურის, მიზეზობრივის, მოქმედის და ფინალურის, მიზნობრივის. არისტოტელეს მიხედვით, როდესაც ამ 4 მიზეზს დავადგენთ, განმარტების ადეკვატურობის მოთხოვნას სრულად მივწვდებით, დავაკმაყოფილებთ. უფრო დეტალურად 4 მიზეზის ანგარიში კვლევარს ავადდებულებს მიუთითოს მატერიალური, ის რისგანაც რამე წარმოიქმნება და რისგანაც არის დამზადებული, მაგალითად ბრინჯაო, ფორმალური, სტრუქტურა, რომელსაც მატერია იღებს და რომლის მეშვეობითაც ის რაღაც კონკრეტულად ყალიბდება, მიზეზობრივი, ეფექტური, მოქმედი აგენტი, რომელიც პასუხისმგებელია მატერიის ფორმირებაზე. მოქანდაკე, რომელმაც ბრინჯაოს ეს ფორმა მისცა. და ფინალური, მიზნობრივი, ფორმისა და მატერიის ნაერთის დანიშნულება, მიზანი. მაგალითად, ქანდაკება შეიქმნა დამსახურებული მწერლისთვის პატივის მიგების მიზნით. ფიზიკის მეორე წიგნის მესამე თავში არისტოტელე ამ სქემაზე 2 მთავარ მტკიცებას აკეთებს. პირველი, რომ 4 მიზეზის მითითება აუცილებელია განმარტების ადეკვატურობისათვის და მეორე, ეს 4 მიზეზი საკმარისია საერთოდ ადეკვატურობისთვის. ორივე დებულება განხილვასა და გარკვეულ დაზუსტებას შეიძლება მოითხოვს, როცა ვსაუბრობთ აუცილებლობაზე. რომ არისტოტელე არ გულისხმობს, რომ ყველა მოვლენას 4 მიზეზი აქვს, მაგალითად, დამთხევებს ან შემთხვევითობებს არ გააჩნიათ ფინალური მიზეზი,
რადგან ისინი არაფრისთვის ხდება და ეს არის სწორედ ის, რაც მათ შემთხვევითობად აქცევს. თუ მოვალე ბაზარში ძის საყიდლად მიდის და კრედიტორს შეხვდება, რომელიც პურის საყიდლად მიდის, მათ შეხვედრას არანაირი ფინალური მიზეზი არ აქვს. და ეს არის უბრალოდ ამთხვევა. ანალოგიურად თუ მათემატიკურ ან გეომეტრიულ აბსტრაქციებს განვიხილავთ მაგალითად სამკუთხედს, რომელიც მატერიალური რეალიზაციის გარეშე არსებობს, მას მატერიალური მიზეზი არ ექნება. თუმცა ამ გამონაკლისების გარდა არისტოტელე მოელის, რომ განმარტებების უმეტესობა მის სქემას დაემორჩილება. საკმარისობის მტკიცება გამონაკლისის გარეშეა, თუმცა შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. არისტოტელე განმარტავს, რომ მატერიალური მიზეზი შეიძლება იყოს უფრო ახლო ან უფრო შორეული, მაგალითად ბრინჯაო ან ზოგადად ლითონი. როცა ის ამბობს, რომ 4 მიზეზის მითითება საკმარისია, არ გულისხმობს, რომ ნებისმიერი დონის განზოგადება საკმარისია. ის ამტკიცებს, რომ არ არსებობს მეხუთე სახის მიზეზი, ეს 4 ფარავს ყველაფერს და ის ასევე არ თვლის, რომ ეს მხოლოდ სასიამოვნო სქემაა. ის დარწმუნებულია, რომ ეს მიზეზები რეალურად მოქმედი ფაქტორებია და მათი გამოტოვება განმარტებას ობიექტურად არასრულ ყოფილს ხდის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არისტოტელეს არგუმენტები 4 მიზეზის შესახებ მჭიდრო კავშირია მის ეპისტემოლოგიასთან, ანუ ცოდნის თეორიასთან. რადგან მიზეზები ცოდნის მომტან კითხვებზე პასუხია, ზოგიერთი მკვლევარი მათთვის შეკითხვა რატომებად განიხილავს, ვიდრე საერთოდ მიზეზებად. თანამედროვე ფილოსოფიაში არსებობს დავა იმის შესახებ, თუ რამდენად არის არისტოტელეს მიდგომა განსხვავებული დეივიდ ჰიუმისეული ან თანამედროვე მიზეზობრივი თეორიებისაგან. არისტოტელეს მიდგომა ორიენტირებულია ცოდნის მიღებაზე და არა მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივ კავშირების აღწერაზე. ეს უნდა ვიცოდეთ, როცა საუბრობს ამ 4 მიზეზის დასაცავად. შემდეგი თემაა ჰილომორფიზმი. არისტოტელეს განმარტების ადეკვატურობის 4 მიზეზიანი სქემის ცენტრში მატერიისა, რომელიც ველბერძნულად არის ჰიულე, და ფორმის, რომელიც შეიძლება იყოს ეიდოს ან მორფე ცნებები, ერთად ისინი ქმნიან მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფილოსოფიურ ვალდებულებას ჰილომორფიზმს. ჰილომორფიზმი არის ჩვეულებრივი ობიექტები მატერიისა და ფორმის ნაერთები. ამ განმარტებაში ჩვეულებრივი ობიექტების ხსენება დაზუსტებას მოითხოვს და უხეშად რომ თქვათ ეს ეხება იმ ტიპის მაგალითებს, რომლებსაც თავად არისტოტელე იყენებს ჰილომორფიზმის საილუსტრაციოდ ქანდაკებებს, სახლებს, ცხენებსა და ადამიანებს. ზოგადად შეგვიძლია კონცენტრირდეთ ხელოვნურ ნაკეთობებსა და ნაცნობ ცოცხალ არსებებზე. ჰილომორფიზმი ამტკიცებს, რომ არც ერთი ასეთი ობიექტი არ არის მეტაფიზიკურად მარტივი, პირიქით, თითოეული მათგანი შედგება ორი განსხვავებული მეტაფიზიკური ელემენტისაგან, ფორმალურისა და მატერიალურისაგან. არისტოტელეს ჰილომორფიზმი თავდაპირველად ცვლილებასთან დაკავშირებულ თავსატეხების განსასაჭრელად ჩამოყალიბდა ფიზიკაში არსებულ პრობლემათა შორის არის პარმენიდესა და ზენონის მხრიდან წამოყენებული რთული გამოწვევები, რომლებიც ცვლილების ცნების თანმიმდევრულობას ეჭვქვეშ აყენებს. არისტოტელეს თავდაპირველი იმპულსი ასეთი გამოწვევების sapasუხოდ არის ფენომენების შენარჩუნება, იმის ახსნა, თუ როგორ არის ცვლილება შესაძლებელი. არისტოტელეს პასუხში საკვანძოა იმის ხაზგასმა, რომ ყველა ცვლილება მინიმუმ 2 ფაქტორს მოიცავს: რაღაცას, რაც რჩება და რაღაცას, რაც მიიღება ან იკარგება. ასე მაგალითად, როდესაც სოკრატე სანაპიროზე მიდის, ის მზეზე ირუჯება, მაგრამ რაღაც აგზელებს არსებობას. კერძოდ თავად სოკრატე. მაშინ როცა ის კარგავს სიპერმკრალეს და იძენს რუჯს, ეს თვისებრივი ცვლილებაა. თუ ის წონაში იმატებს, კვლავ რაღაც რჩება, სოკრატე რაღაც მიიღება მატერიის რაოდენობა. ზოგადად არისტოტელე ამტკიცებს, რომ ცვლილება არის რაღაცის დაკარგვა და მოპოვებაც, მაშინ როცა რაღაც სხვა სუბსტანცია რჩება ცვლილების სუბიექტად. ცხადია, სუბსტანციებს შეუძლიათ გაჩნდნენ ან გაქრნენ, რაც სუბსტანციის კატეგორიაში ცვლილებას ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაშიც რაღაც მაინც რჩება, ქანდაკების შექმნისას ბრინჯაო რჩება, მაგრამ ის იძენს ახალ სუბსტანციურ ფორმას. თავის უმარტივეს ფორმულაში ჰილომორფიზმი უბრალოდ სახელებს არქმევს ამ 2 ფაქტორს: ის რაც რჩება, მატერია, ხოლო ის რაც მიიღება, ფორმა. თუმცა მატერიისა და ფორმის ცნებები ფილოსოფიური ანალიზისას გაცილებით რთულდება. მნიშვნელოვანია, რომ მატერია და ფორმა უკავშირდება კიდევ ერთ ფუნდამენტურ განსხვავებას: პოტენციურობასა და აქტუალურობას. ქანდაკების მაგალითზე ბრინჯაო პოტენციურად ქანდაკებაა, მაგრამ ის აქტუალური ქანდაკება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მიენიჭება ქანდაკების ფორმა.
აქედან გამომდინარე, ფორმისა და მატერიის ზოგადი განსაზღვრება ასეთია. ფორმა ის, რაც პოტენციურად, ვთქვათ, M მატერიას აქტუალურად M-ად აქცევს და მატერია ის, რაც რჩება და გარკვეული სპექტრისთვის პოტენციურად M-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაზღვრებები ციკლურია, ეს თავისთავად პრობლემა არ არის. არისტოტელესთვის აქტუალურობა და პოტენციურობა ფუნდამენტური ცნებებია, რომლებიც განმარტებას ექვემდებარება, მაგრამ არ საჭიროებს რედუქციულ ანალიზს. საბოლოოდ, არისტოტელესთვის მატერია და ფორმა არ არის მხოლოდ შემეცნებითი იარაღი, ისინი სამყაროს გონებისგან დამოუკიდებელი მახასიათებლებია. არისტოტელესეული ტელეოლოგია. ჩვენ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ეფექტურ მოქმედ მიზეზებს, როგორც ნაკლებად სადაოს და გადავიდეთ არისტოტელეს 4 მიზეზიდან ყველაზე საკამათო და რთულზე, ფინალურ ანუ მიზნობრივ მიზეზზე. ჩვენთვის ბუნებრივია მიზნობრივი მიზეზობრიობა. დავინახოთ ადამიანური ხელოვნების პროდუქტებში, კომპიუტერები და ხილების გასახსნელად გარკვეული ამოცანების შესრულებად არის შექმნილი, თუმცა არისტოტელეს ტელეოლოგიას გაცილებით დიდ როლს ანიჭებს ბუნებრივ მოვლენებშიც ბუნებავლენს ტელეოლოგიას დიზაინის გარეშე, მაგალითად ის ცვლის, რომ ცოცხალ ორგანიზმებს აქვს მიზეზობრივი მიზეზები, თირკმელების სისხლის გასაწმენდად არის, კბილები კი საკვების დასავეჯად. და ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ არისტოტელე ფიქრობს, ორგანიზმებს აქვს ფინალური მიზეზები, მაგრამ ისინი არ გაჩნევენ რაიმე დიზაინერის ან შემოქმედის მიზანმიმართული მოქმედებით. მე-19 საუკუნის გერმანელმა მეცნიერმა ზელერმა ზუსტად აღნიშნა, რომ არისტოტელეს ტელეოლოგია არ არის ანთროპოცენტრული, არამედ ყოველთვის გააზრებულია როგორც ბუნებაში იმანენტური, ანუ თანდაყოლილი. თავის მხრივ, არისტოტელე ბუნებრივი ტელეოლოგიის დასაცავად ორ არგუმენტს იყენებს. პირველი მათგანი ფიზიკის მერვე წიგნიდან ეფუძნება კანონზომიერებას, ბუნებრივი რამ ან ყოველთვის, ან უმეტეს შემთხვევაში ხდება ისე, როგორც ხდება, თუ ეს არ არის შემთხვევითობა, მაშინ ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, თუმცა ეს არგუმენტი სირთულეებს აწყდება, რადგან თავად არისტოტელეც აღიარებს გამონაკლისებს, რომლებიც არც შემთხვევითია და არც რაიმე კონკრეტული მიზნისთვის არსებობს. მეორე და უფრო დამაჯერებელი მიდგომა ემყარება დაკვირვებას ბუნებაზე. ყველაზე ცხადია ეს ადამიანის გარდა სხვა ცხოველებში, ისინი ქმნიან საგნებს ხელოვნების, გამოკვლევისა და განხილვის გარეშე. ადამიანზე ვიხმარე სიტყვა ცხოველი, რადგან არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ადამიანი ცხოველთა სიმრავლეში მოიაზრებოდა. თუმცა ის ასევე აღნიშნავს ვითა ადამიანი გამორჩეული. მაინც რომ გავიმეოროთ, არისტოტელეს მიაჩნია, რომ მიზეზობრიობა ბუნების განუყოფელი ნაწილია, ისე როგორც მატერია და ფორმა. სუბსტანცია არისტოტელესთან. მას შემდეგ, რაც არისტოტელეს 4 მიზეზიანი სქემა სრულად ჩამოყალიბდა, ის მას იყენებს თითქმის ყველა მოწინავე ფილოსოფიურ გამოკვლევაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, როგორ უკავშირდება ფილომორფიზმი, ანუ საგნის მატერიისა და ფორმის ერთიანობა, სუბსტანციის თეორიას, რომელიც კატეგორიებშია მოცემული. კატეგორიებში არისტოტელეს ამ ნაშრომში სუბსტანციის მთავარი მაგალითებია ცოცხალი არსებები, როგორიცაა სოკრატე ან ცალკეული ცხენი. თუმცა, ფილომორფიზმის გაჩენასთან ერთად ეს პირველადი სუბსტანციები მეტაფიზიკურ კომპლექსებად გვევლინება, სოკრატე მატერიისა და ფორმის ნაერთია და შემდეგ გვაქვს სუბსტანციის სამი ნაწილი: ფორმა, მატერია და მათი ნაერთი. რომელია მათ შორის პირველადი? ნაშრომში მეტაფიზიკა არისტოტელემ საბოლოო უპირატესობას ფორმას ანიჭებს და ამტკიცებს, რომ ფორმა არის არსებობისა და ერთიანობის წყარო. მატერია თავისთავად არაფერია ფორმის გარეშე. მას მხოლოდ მაშინ აქვს განსაზღვრული იდენტობა, როდესაც გაფორმებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არისტოტელეს ამ კონცეფციაში კვლავ დავის საგანია, მისი ძირითადი აზრი ასეთია. ფორმა უფრო ფუნდამენტურია, რადგან ის განსაზღვრავს ობიექტის არსს და უზრუნველყოფს მის იდენტობას დროთა განმავლობაში. მაშინაც კი, როდესაც სოკრატეს მატერიალური შემადგენლობა იცვლება, უჯრედები და ატომები იცვლებიან, სოკრატე რჩება სოკრატე თავისი ფორმის წყალობით. შესაბამისად, არისტოტელესთვის ფორმა არის ის, რაც ნივთს იმად აქცევს, რაც ის არის. ცოცხალი არსებები არისტოტელესთან. როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხები ფორმის, როგორც სუბსტანციის უპირატესობიდან გამომდინარე, არ გაგვიკვირდება, რომ არისტოტელე სულს, რომელსაც სიცოცხლის პრინციპად ან წყაროდ მოიხსენიებს, ცოცხალი ნაერთის ფორმად
მიიჩნევს. არისტოტელესთვის ყველა ცოცხალ არსებას და არა მხოლოდ ადამიანებს აქვს სული. სულიერი განსხვავდება უსულოსაგან სიცოცხლით. შესაბამისად, მართებულია ყველა სულიერი სხეულის ფილომორფულ ჭრილში განხილვა. სული არის ცოცხალი სხეულის მიზეზი და წყარო, თუმცა მიზეზი და წყარო მრავალნიშნულოვანი ცნებებია. სული არის მიზეზი სამი გზით, როგორც მოძრაობის წყარო, ეფექტური მიზეზი, როგორც ის რისთვისაც ისაა ფინალობის მიზეზი და როგორც სულიერი სხეულების სუბსტანცია. შესაბამისად, სული და სხეული ფორმისა და მატერიის განსაკუთრებული შემთხვევებია. სული, სხეული, ფორმა, მატერია, აქტუალურობა და პოტენციურობა. უფრო მეტიც, სული როგორც ნაერთი ორგანიზმის მიზანი, სხეულის ფინალური მიზეზიცაა. სხეული არის ორგანული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისაა ინსტრუმენტი იმ ცხოვრებისეული საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც ამ ორგანიზმს ახასიათებს. არისტოტელეს სულს განსაზღვრავს როგორც ბუნებრივი ორგანული სხეულის პირველად აქტუალურობა. არისტოტელე ამტკიცებს, რომ მისი ფილომორფიზმი შუალედური გზა მატერიალიზმსა და პლატონურ დუალიზმს შორის. ფილოსოფოსი აქებს სოკრატემდელებს მატერიალური მიზეზების კომპონის გამო, მაგრამ ფორმალური მიზეზის უგულებელყოფისთვის ის მათ აკრიტიკებს. ხოლო პლატონს არისტოტელე უქებს ფორმის გააზრებას, თუმცა აკრიტიკებს იმის გამო, რომ სული მატერიალური ბაზისის გარეშე არსებულად წარმოუდგენია. ბედნიერება და პოლიტიკური ასოციაცია. არისტოტელეს ტელეოლოგიური ჩარჩო ვრცელდება მის ეთიკასა და პოლიტიკურ თეორიას. კითხვაზე თუ რა არის ადამიანისთვის საუკეთესო ცხოვრება, არისტოტელე პასუხობს, ეს არის ცხოვრება გონების შესაბამისად. ბედნიერების დასადგენად არისტოტელე მიმართავს ადამიანურ ფუნქციას. ისევე როგორც კლეიტის ან მოქანდაკეს აქვს თავისი ფუნქცია, ადამიანსაც აქვს თავისი დამახასიათებელი მოქმედება. ეს ფუნქცია არ შეიძლება იყოს მხოლოდ კვება ან ზრდა, რაც მცენარეებსაც აქვს, ან მხოლოდ შეგრძნება, რაც ცხოველებს ასევე აქვს. ერთადერთი რაც რჩება არის გონების მქონე სულის მოქმედება. აქედან გამომდინარე არისტოტელე ავითარებს სათნოების ეთიკას. ბედნიერება არის რაციონალური სულის აქტივობა, რომელიც შესრულებულია სათნოება ძველ არის არეტე ან სრულყოფილების შესაბამისად. პოლიტიკური თეორია არის ეთიკის გაგრძელება. ეთიკა ადგენს საუკეთესო ცხოვრების ფორმას, ხოლო პოლიტიკა იმ სოციალურ ორგანიზაციას, რომელიც ამ ცხოვრებას საუკეთესოდ უწყობს ხელს. პოლიტიკური გაერთიანება, პოლისი, არსებობს იმისთვის, რომ ვიცხოვროთ, მაგრამ რჩება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ კარგად. არისტოტელე ბედნიერებას ბერძნულად ეძახის ევდაიმონიას. რიტორიკა და ხელოვნება არისტოტელესთან. არისტოტელე რიტორიკასა და ხელოვნებას, მათ შორის ტრაგედიას, პროდუქტიულ მეცნიერებებს მიაკუთვნებს და ამბობს, რომ მათი მიზანი არის რაღაცის შექმნა. რიტორიკაში დამაჯნებელი მიმთხვეობის, ხოლო ტრაგედიაში დამრიგებლური დრამის. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა კათარზისი. ამ ეს ცნება. არისტოტელე ამბობს, რომ ტრაგედია სიბრალულისა და შიშის მეშვეობით აჩენს ამ გზნობების კათარზისს. თუმცა არისტოტელე არ ამბობს, რომ კათარზისი თავად არის ტრაგედიის ფუნქცია. პირიქით, პოეტიკის კონტექსტში ტრაგედიის მთავარი ფუნქცია არის სწავლა, ანუ იმის გარკვევა თუ რა არის თითოეული რამ, როგორც ის ამბობს. არისტოტელესთვის პოეზია უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე ისტორია, რადგან ის არა ცალკეულ მოვლენებზე, არამედ უნივერსალურ ჭეშმარიტებებზე საუბრობს. არისტოტელეს მემკვიდრეობა. რთულია შევაფასოთ არისტოტელეს გავლენა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით თომა აკვინელის წყალობით არისტოტელეს ფილოსოფია გახდა ქრისტიანული აზროვნების საფუძველი. არისტოტელეს ნაშრომებმა განსაზღვრა მეცნიერული და ფილოსოფიური დისკურსი საუკუნეების განმავლობაში და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ისევ აქტუალური არისტოტელეს ნაშრომი სათნოების ეთიკა. და როგორც ხედავთ, ფილოსოფოსი რჩება აქტუალური დღემდე. ევანდელი ჩანაწერი არისტოტელეზე ამით დამთავრდა. მადლობას გიხდით მოსმენისთვის. გთხოვთ კომენტარების სექციებში დაწეროთ შეკითხვები, გამოთქვათ აზრი ამ ლექციასთან დაკავშირებით, ასევე მითხრათ დამიზიაროთ აზრები იმის შესახებ, რაზე გინდათ ვისაუბრო მომავალ ლექციებში და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.